დღეს მაქვს დასვენების დღე და კარგად გემრიელად გამოვიძინე 2 საათამდე მეძინა. მე ყავა დავლიე რაღაცა 1 საათი გამოვხიზდი და ეხლა მივდივარ ჯიჯი ჰაუსია ჩემს სახლთან ახლოს სამსართულიანი და ძალიან კაი საოჯახო ნივთებია რა, ჩემი სუსტი წერტილი. მე ხო ჭურჭელზე და ეგეთ რაღაცებზე ვგიჟდები. ხო და ოღონდ ჯერ ლიბრეში მივდივარ, სიგარეტი უნდა ვიყიდო და მერე წავალ ჯიჯი ჰაუსში და ჭურჭელი ისა ძალიან ბევრი რაღაცები მჭირდება რა და ვიყიდი. მოვედი. ეს სამი ჯემალი ყო რა საშინლად მაგ. აი ამას მერე მივხედა. ნეტა სულ არ მენახა რა ეს ჯიჯი ჰაუსის მაღაზია. ანუ ჯიჯი ჰაუსი მინდოდა, ეხა მე იტალიიდან ჩამოსულ კაც და 20 დღე უფასო შვებულებაში მყოფ კაც. ანუ ნაღდათ არ მაწყობდა. იმიტომ რომ კრიზისი მაქვს. მაგრამ რა ვქნა, ანუ გიჟდები ამ საოჯახო ნივთებზე და რაღაცეებზე ვგიჟდები, ჩემი სუსტი წერტილია. ლარად ვიყიდე სალფეტი. ტაფა ვიყიდე, იმიტომ რომ მჭირდებოდა. გაზი უნდა დავტენო კიდე, ეს ამაზე დავამაგრებ. პატარა საყვარლობა ტაფა ვიყიდე. ესეთია რა. ფასებს მერე გეტყვით. ეს ჭიქა ნახეთ, პაწუკაა საყვარლობაა და თან ძალიან იაფიღირდა 2 ცალია. ამასაკიდან გამოვედი, ეხა მე მინიონის და იმის ჭიქით რო არ ვსვაყავა, მაგრამ ძალიან იაფიღირდა და თან ყავის ზომაა რა, ანუ პატარაა და ზუსტად აი ამით დავლევ ხოლმე ყავას რა, ნალექიან ყავას. მე და ჩოყვალელია. ძალიან სიცოცხლეა. ლარი და რაღაცა მოუწია 1 ცალს, 2 და 25 ღირდა. ორივე. ესეთი პატარა ხო ვიყიდე წინაზე ყავისთვის, ყავა ჩავყარე და ეს დიდი ვიყიდე შაქრისთვის. ეს კაი ფასებს მერე გეტყვით, ჩეკი პარკში მინდევს. ეს ტილო ვიყიდე ესეთი. დღეს ვისვენებ და მინდა რომ დალაგების დღე მქონდეს. ცოტა რაღაცები მივალაგო, თორე ყირა მაქვს. ვერ მოვიცალე რა ვქნა, რაც გადმოვედით იმის მერე ვმუშაობდი გამეტებით, იმიტომ რომ ხო იცით რომ 20 დღე იტალიაში რო ვიყავი, აი ესე ვთქვათ, უხელფასოდ ვიყავი რა წასული. და მაგიტომაც ეს ნახეთ. ეს ვიყიდე. ანუ გეგონება ისეთი კოხტა სამზარეულო მქონდეს, რომ ლამაზად ჩავაწიკწიკებ ამ ყველაფერს, მაგრამ ნელ-ნელა უნდა შეიქმნა კომფორტი რა, უცებ ვერ შეიქმნი რა თქმა უნდა, მაგრამ ნელ-ნელა კომფორტი უნდა შეიქმნა, როგორც შენ გულს გაუხარდება და თვალებს ესიამოვნება ისე. ეს 3 ლარი ღირდა, სეთის არის, ნახეთ, ამას მოხსნი. სეთს ჩაასხავ. და მე ესე ამით ესე გამოიყენებ რა. ყველაფერი გამჭვირვალეები რომ იყიდია და ეს ჭიქა ესეთი ერთი მაქვს, მაგრამ ეს უფრო დიდია. ყავა არც გამომირეთ. მე ერთი და იგივე ყოფილა. ანუ პატარა ჩანს, მაგრამ იმდენად დიდია, რომ ნალექიანი ყავისთვის ზედმეტად დიდია. ხო და მაგიტო ვიყიდე ეს პატარები. ნალექიანი ყავისთვის რომ მქონდეს. ყიდულობ და ქრება. და ეს რო არ მეყიდა ძალიან გამიჭირდა, ამაშიც ამხელა ფულის ისა რა ქვია გადაშვება ტაფამ და ამან გამწეწა. ეს არის, მაგრამ ძალიან საყვარლობაა და თან კიდე ტაფა ვიყიდე ახალი და ეხა ახალ ტაფას რო იყიდი, ახალ ტაფაზე უნდა გამოიყენო სილიკონი.
სილიკონის ისენი მასალა. ნახეთ რა სისაყვარლეა. 16 და რაღაცა ღირდა ხალხო არ არის ძვირი. ანუ ნახეთ რა სიცოცხლეა. ვა, ამას ესეც მოყოლია რაღაცა. თუ ეს რაღაცა იქ არიდო. ანუ ცალკე იდო ერთი ცალი საჩვენებლად. და იმაში ეს რაღაც არიდო, ნახეთ. ეს არის ტაფიდან ცხელი რაღაცები, ვთქვათ, კატლეტი შეწვი ან რაღაცა შეწვი რო აიღო. ეს ერთი. ეს ორი. აუ, ძალიან საყვარლობებია. ამით რა ვიცი, პილმენს ამოიღებ, ხინკალს ამით ვერ ამოიღებ და ვთქვათ, პილმენის ამოსაღებად გამოგადგება ეს კოზი. ეს კოზიც კიდე რაღაცის ამოსაღებად გამოგადგება რა. ეს ძალიან მიყვარს. რაში დამჭირდება, თორე კი აქ არ ვაცხობდე ახლა მეც იმეებს, რა ქვია, კექსებს და პიცებს და იმეებს ერთი რო წაუსვა. ეს სათქვეფი კიდე აქ არ ვთქვიფავდე მე კვერცხებს და არ ვაცხობდე იმეებს, ტორტებს და კექსებს. სად მაქვს მაგის დრო და მაგის გარემო პირობები. ესიც საყვარლობა სილიკონის რაღაცა. ეს არის მეორე ნაირი. ანუ ყველა ერთმანეთს გავს რა, ეს ორი ახლა მაგალითად თითქმის ერთი და იგივეა. ოღონდ ეს უფრო მოგვალია ვიდრე ეს. ძალიან მესაყვარლა რა გავაკეთო. ესეთი ჩასადები აქვს, ლამაზად ჩააწყობ და რაშიც დაგჭირდება, იმაში გამოიყენებ რა. ნახეთ 2, 4, 6, 8, 10, 11 ცალია ეს, რო ცალ-ცალკე იყიდო მსგავსი რაღაცეები, ბევრად უფრო ძვირი დაგიჯდება. ასე რომ ღირდა რა. ამებს ძალიან კარგად ვიყენებ სილიკონებს. ტაფაზე და იმაზე რა, ყველაფერში ვიყენებ და ძალიან საყვარლობაა. ერთი კაი სამზარეულო რომ მქონდეს. ისე ლამაზად ჩავაწიკწიკებდი ყველაფერს. მაგრამ ანუ ქალწული ვარ, სიკოხტავე მიყვარს, სისუფთავე მიყვარს, მაგრამ მაინც ვერ ვარ ვერასდროს ჩემგემოზე რა. ანუ 43 ლარი და 45 თეთრი. ნუ ეხა ამდენი რაღაცეებისთვის არც არაფერი არა, მაგრამ ამ ეტაპზე ეხა ისე ვიყავი, ფასი რო თქვა, მეთქი ბაჩო. გონი არ არის გვიანი რომ უკან დაიხიო და რაღაცეები დააბრუნო. იმიტომ რომ ანუ კილო ღირდა 2 ლარი. ძალიან კაი ის არის ხარისხი. ტაფა 16 და 50. ჩაის ჭიქა ლარი და 15 ღირდა ეს. ჭურჭელი ძალიან იაფია. კონტეინერ ქილა ეს რომელია ნეტა 2.45-იანი ეს უნდა იყოს 2.45 ალბათ ეს ღირდა ხო 2.25 ინგლისურად აწერია თეასეტი ეს რა შეიძლება იყოს ეს ორი ცალი ჭიქა ღირდა 2.25 ანუ ლარი და 10 რა, ლარი და 15 ერთ ცალში ძალიან საყვარლობაა. 3 ლარი ძმრის და ზეთის დოქი. ანუ ნახეთ ეს ცოცხლეა. თან პატარაა გადმოიტან ზეთს, გადმოასხავ, გავავსებ ესე წკაპ. ჯიჯი პარკი. პარკი 20 თეთრი სამზარეულოს სილიკონის ნაკრებ 14 და 90 უფრო ძვირი მახსოვდა 16 და რაღაცა მახსოვდა 14 და 90 ანუ ღირს იმიტომ რომ ძალიან სიცოცხლეა და ძალიან საყვარლობაა ხო და რა დარჩა ხელსახოცი სალფეთქი ლარი ეგ იყო და ეგ
კიდე მინდოდა რაღაცეები, მაგრამ ამ ეტაპზე ანუ რისთვის წავედი ახლა? კაფა მინდოდა აუცილებლად. კიდე მინდოდა რა იცით? ჩანგალები და კოვზები მინდოდა რკინის ჩვეულებრივი რა. მაგრამ ძალიან მეძვირა. ჯერ ძლივს მივაგენი ჯიჯი ჰაუსში ჩანგლებს და კოვზებს და ძალიან მეძვირა კიდე 5 ცალიანი ნაკრები 5.95 და არის ანუ მე ვერ გავიმეტე რა, არა და მჭირდება. მაგრამ ამ ეტაპისთვის ვერ გავიმეტე. იმიტომ რომ ნახეთ თვის დასაწყისში პირველში ხო წავედი სამსახურიდან 20 დღით. 22-ში გამოვედი სამსახურში სამუშაოდ. და 22-დან 30-მდე, ანუ 9 დღეში თუ 31-ით იყო ეგ თვე. ნუ 8-9 დღეში ვიმუშავე 117 საათი, ანუ მაქსიმალურად ვიმუშავე, იმიტომ რომ ვიცოდი რომ მომდევნო 1 თვის განმავლობაში ხელფასი არ მეღირსებოდა. ხო და შესაბამისად ვერც ვერაფრისთვის ვერ ვიცლიდი და რაღაცა და წინათვის ხელფასი შემორჩა ძალიან ცოტა და ეხლა ამ თვეში ცოტა უნდა მოვუჭირო ამ თვეში ხო. ხო და აი მან გამაკოტრა. დღეს ვისვენებ და ეხა გაზის დატენვა მინდა, მაგრამ ქეში არა მაქვს და ნეტა მეკითხა ბარათით თუ ან გადაურიცხავდი ან რაღაცა, იმიტომ რომ აქ ეხა ბანკომატი არსად არ დგას მეტროს აქეთ. რომ გამოიტანო თქვათ ფული. ხო და რა ვიცი, გადარიცხვა თუ შეიძლება, იმას ვიზავ. გაზს დავტენი, გაზი მჭირდება აუცილებლად და შეიძლება ვფიქრობ, რომ ლობიო გავაკეთო დღეს, მაგრამ ალბათ არა, იმიტომ რომ ეხა დღეს სახლს დავალაგებ 7 საათამდე, კაი რომელი საათია ეხა? 5 დაწყებულა უკვე. ხო და 2 საათში ჩემი დეიდაშვილი მოვა. 7-ზე ამთავრებს მუშაობას და რაღაც 8-ის ნახევრისკენ მოვა სახლში და ეგრევე უნდა წავიდეთ სამებაში. სამების ტაძარში წავალთ სანთელს ავანთებს, ნანახი არ არის ნამყოფი ჩემი დეიდაშვილი და რავი მე რიყის პარკშიც გავალთ, გავისეირდებთ, გამოვისეირდებთ, საღამოს მოვალთ სახლში და ეს 2 საათი მინდა რომ ცოტა ის ტანსაცმელი შევკეცო რაღაცა. ხო და დავალაგო ცოტა სახლი. სამზარეულოში დგას ესა. ანუ ფაქტიურად არც არაფერი არ არის ამ სახლში, დიდად გადამრიე. მაგრამ იმ ფასად რა ფასსაც ვიხდით ქირაში, მშვენიერი პირობებია და შეიძლება ითქვას იმაზე უკეთესიც ვიდრე უნდა იყოს. ცოტა რომ დალაგდები კოხტად ლამაზად რომ მოეწყობი, მერე უკვე მშვენიერია, მაგრამ ვერ მოვეწყო, იმიტომ რომ არასდროს დრო არ მაქვს თავისუფალი. ეხლა აქ სამზარეულოს ადგილას დგას ტელევიზორი. ამ ტელევიზორს მაინც არავინ არ თავს, ჩემი ძმა სოფელში წავიდა. ტელევიზორს გადავიტანი იქეთ საძინებელ ოთახში, თუ რამე ვინმეს ჩართვა მოუნდება, დამაგრძელებლით ჩართოს. და აქ სამზარეულოს ადგილას რავი დავალაგებ ჭურჭელს კოხტად ლამაზად და ნელ-ნელა კიდე ვიყიდი რაღაცეებს და მოვეწყობი რა. ნელ-ნელა მოვეწყობი. ტელეფონს ქონია განათების ფუნქცია. ჩემი მას. ხო და ეხლა მაქვს ჩართული განათების ფუნქცია. და ბევრად უფრო უკეთესია წესით. ანუ რაღაცეები ისე დავრიე, რომ ვიდეოს ხო ვიღებ, გალერეაში ჩვეულებრივად მოჩანს ყველაფერი, მაგრამ YouTube-ზე რო ავტვირთავ,
მერე ძალიან ბუნდოვნად მოჩანს ირგვლივ ყველაფერი, ზედმეტად განათებულად მოჩანს რა. ამ თავსახურს ესე ფრჩხილებით დავამაგრებით რა. კი. აუ კიდე რაღაცა ვნახე და რისი ყიდვაც მინდოდა და გული დამწყდა. ანუ ძლივს გამოვტყავდი. ერთ სართულს ვურტყი 9 კრუგი. ერთი და იგივე დახლებს ვურტყი 9 კრუგი. მართლა. და ნელ-ნელა ვამატებდი რაღაცებს და მეთქი ბაჩო ეხა იქეთ გავუხვიე, სალაროსთან მიდი და მორჩა. ანუ მართლა ჩემი სუსტი წერტილია. მსგავსი რაღაცები არის ჩემი სუსტი წერტილი. სამზარეულოზე რომ გიჟდები და საოჯახო ნივთებზე რომ გიჟდები, ეგ პიროვნება ვარ. კინაღამ პოლის საწმენდი ჯოხით შემომეყიდა თავისი ტილოთი. და კიდე მინდოდა რაღაცები, მაგრამ პირველ სართულზე აღარ ანუ ეგრევე შევედი თუ არა, მეორეზე ავედი, იმიტომ რომ მეორეზე არის უფრო ჭურჭელი და პირველზე არის საწმენდის საშუალებები რა, სითხეები, შამპუნები, რავი, ყველაფერია ვაფშე. და მესამე სართულიც აქვს, მაგრამ აი მას მოლარეს ვკითხე, რომ ამით შეიძლება თქო მესამე სართულზე ასვლა თქო, ანუ ნაყიდი რაღაცეებით და არაფერი არაო მესამე სართულზეო და რავი, ალბათ საწყობივით არის მესამე სართული. ეგ არის რა. იცი ჩაყვალობა ტაფა და როგორ ხდება ამ ტაფას ეს? არა მართლა ძალიან კაი მაღაზიაა და ძალიან მომეწონა. ყველაფერი არის ვაფშე. ტაფა 16 და 50. იმაში არის ხოლმე ტაფები კაი ფასად. რა ქვია მაგას? დიდუბეში არის. ანუ უფრო სამშენებლო მაღაზიაა, მაგრამ მან მართლა ყველაფერია. რა ქვია? არ მახსენდება, ეხა მართლა რაღაცა ყვითელი ლურჯში მაღაზიაა, მე მგონი. მიხვდებით ეხა. რაც ქვია. ნუ მოკლედ აღარ მახსოვს. მან არის ხოლმე ტაფები კაი აქციაში, კაი ფასად. ეხლა ცოტას შევჭამ, ცოტას დავალაგებ. სადრა ალაგია და სადრა წავიღო აღარ ვიცი უკვე. ერთხელ დავიწყე დალაგება რა მხრივ ვიცით? ანუ გადაადგილება იმეების, კარატების და რაღაცების. ვაათრიევ, ეკიჩავე, ხან იქით გადავდგი, არ ჩაეტია, ხან აქეთ გადმოვდგი, არ იყო, არის, ანუ გადავაადგილე თომ ეს კარადები ისენი და ცოტა გამოჩნდა ფართი. იმ დიდი მაგიდის აქეთ გამოტანა მინდა რომ იქაც იყოს ფართი და აქაც ცოტა დიდი მაგი დაიდგას სამზარეულოში. ნახავ რავი, ვწდი ყველაფერს, რასაც მოვასწრებ, ყველაფერს გავაკეთებ. ის მინდოდა კიდე საწმენდის სითხე ემისი. ონკანი არის ძალიან გასახეხი. სიფი არა. უფრო ისა მეორე როა რაღაც. რაიმე ფისოსი რა გემრიელად ძინავს ნეტა იცოდეთ. ჩაკეტილი გვყავს, რა გავაკეთო, დილას რომ მივდივარ, ვკეტავთ კარებს და
მთელი დღე სახლშია და საღამოს რომ მოვდივარ, მე საღამოს გავახოლმე. მეორე ფისოა კითხავს აქ. პედიქს უჭამს ხალ, სადაც წავიყვანე, ყველგან უჭამენ ამ საწყალს პედიქს. იქეთ სადგურის მოედანზე ვიყავით ნაქირავებში და ფანჯრიდან შემოძვრებოდა ხოლმე კატა და უჭამდა პედიქს, აქ არის და იმიდან კარებიდან გადმოხტება და უჭამს პედიქს. დებილია. იმდენ პედიქს უყრი ყოველ დღე და სად მიდის თურმე, გუშინ შემოვიდა კატა და ჭამდით რა, მე და ჩემი დეიდაშვილი და აქ კარებთან იდგა. და ასე ქონდა შემოყოფილი თავი ფარდის გვერდიდან და გვიყურებს. ძალიან ლამაზი კატა იყო და ეს აქედან სტოიკაო რო იტყვიან, სტოიკაზე დგას და ერთი შეიბღვირა რა, მიაუო რა, ერთი დაიკნავლა და ეგრევე გავარდა ის კატა, გაქრა უზოუკლოდ. შეაშინა. დაბერდა თორე ეს ახალგაზრდობაში იყო. ჰაერში ხსნიდა ჩიტებს. რამდენია გამსაწყალს გამონავლელი. პატარა ძაღლი იყო ჩვენი მეზობლის, სუდას დევდა ხოლმე და რო აცრებოდა ეს ხეზე, ის ძაღლიც ისეთი ოხერი იყო, ისიც მიყვებოდა. კლად ბოლო ტოტამდე ვერ ადიოდა, მაგრამ ხეზე მიზრებოდა ისიც ოხერი. კაი ხალხო, წავედი ხა დავალაკო, აი როგორ მეზარება ნეტა იცოდეთ, მაგრამ ცოტა-ცოტას რო ყოველდღიურად იზავ, მერე რაღაცა დაეთყობა რა საბოლოოდ. ხო და მოკლედ ეს ჯიჯი ჰაუსი არ უნდა მენახა. გამაკოტრებს. არა მართლა ძალიან კაი ფასებია. ძალიან კაი მაღაზიაა და რავი, მომეწონა ძალიან. ეხლა ამ ტელევიზორს რო გადავიტან იქეთ, ყველაფერს დავალაგებ კოხტად ლამაზად, ძველი სამზარეულოს კარა და მაგასაც გავწმინდა, შევალაგებ რაღაცებს და ცოტას დავლაგდებით რა. აბადროებით. ხო. წავედი. ისე მეზარება ვწელავ დროს მეტყობა კიდეც, მაგრამ ეხა ჯობია რომ დავალაგო, თორე რომ მოვა დეიდაშვილი და რო გავალთ, საღამომდე ვერ მოვალთ ჩვენ. საღამოს უკვე უნდა დაიძინო რა. კაია რომ უნივერსიტეტი კაიხანი არ მეწყობა. აუ ამ ლოგინზე წევს ხოლმე კატა და შავი მაიკით დავჯექი და აიკრა მთელი თმები. სარეცხის მანქანა გაფუჭდა. რა გვეშველება, არ ვიცით. ანუ ორჯერ გავრეცხეთ სულ სარეცხი, ერთხელ ჩემმა ძმამ ჩართო და მაშინაც იგივე სიტუაცია იყო, ანუ წყალი გამოდის ჩვეულებრივად კარებიდან და გარეთა ტერიტორიაზე ხო დგას, მაღლა დგას რა, შემოსასვლელში სარეცხის მანქანა და ესე გადიოდა წყალი და მთელ ვარკეთილს რწყავდა. და მეორედ მე ჩავრთე, ჯერ ხო რამდენივე ჩალიჩე ვერ ჩავრთე, წყალი არ შექონდა, თურმე კრანი უნდა მოუშვა, რომ წყალი შეუშვას და მერე ის კრანი არ გადამიკეტია და შექონდა წყალი და უშვებდა და მორწყო მართლა მთელი ვარკეთილი. ველოდე წამოვწექი, მე რა ვიცი, გათიშავს თავისით თქო, დილას სამსახურში ვიყავი წასასვლელი და რაღაცა ხმა ქონდა და რა ვიცი, აფეთქდა თუ რა მოხდა, გაითიშა. მაგრამ რა აზრი აქვს, გინდქონია გინდა რამ ასეთი სარეცხის მანქანა მაინც ხელით ვწურე სარეცხი და თან კიდე რა ვიცი, ფეხსაცმელი შევაგდე და ჩასაფენიდან ის ქაღალდი იმას აქნა, აიზილა ამ ტანსაცმელში და მთელი ტანსაცმელი მომისპო, ჯერ ხო ხელით ვწურე ეს სარეცხი. მერე სარეცხის მანქანა ვცალე წყლისგან. არა, კაი ისა გვყავს ხაზეიკა. მოხუცი ბებუა 91 წლის და ძალიან საყვარელი ქალია რა.
რავი, ნელ-ნელა აკეთებს ყველაფერს, რაც აუცილებლად საჭიროა. ეხა აქ რომ მოვედით, მარტო ტრაპი იყო გაკეთებული აბანოსი და მოღობილი იყო აგურით და ჩემ იტალიაში ყოფნის პერიოდში გააკეთა გიფსოკარდონით შემოღობა, ხელსაბანი კრანი დააყენა, გუში დააყენა, ესე რა ქვია, მოაპირკეთა მეტლახით შიდა მხარე და კოხტათ ლამაზად აბანო გაგვიკეთა. მე ვუთხარი რომ ესა თქო რა უნიტაზი დგას ძალიან ძველი და არც რეცხავს. იქვე კრანია უნიტაზთან და ესა თქო რა ქვია როგორღაც საპირფარეშოს პრობლემაც უნდა მოვაგვაროთ თქო და ისიც იყიდა. ძალიან გამიხარდა მოვედი სამსახურიდან და დამხვდა ახალი უნიტაზი. ოღონდ არაა დაყენებული. ხელოსანს ვერ შოულობოდა როგორც კი შოვის უნიტაზსაც გამოგვიცვლის და სარეცხი მანქანაზე რო უთხარი ცოტა ვითომ და ჩვენზე დაიწყო რა დაბრალება, ანუ შენ არაო, იმან არაო, აბა ფაქტია მუშაობდაო და აღარ მუშაობსო რა, მაგრამ კაიო ჯანდაბასო ადამიანები არიანო და მეორე დღეს აღარ არიანო რა. ანუ ახალგაზრდა ადამიანები იღუპებიანო და ეს ორკინააო რაღაცა დაემართაო და ეხლა ცოტა ხანი სანამ მაგის იმას ვიშოვიო რა ქვია ხელოსანს ცოტა ხანი გაიჭირვეთო, მაგრამ მაგასაც აღარც ხელოსანი უშველის და აღარც არაფერი, იმიტომ რომ მე რომ მოვედი, ჩვენ რომ მოვედით, ეგ სარეცხის მანქანა ისედაც ურევდა. არც იშავდა, არც ურავდა, წყავდა მთელ ვარკეთილს და შესაბამისად აწი არ ამგონია მაგას რამე ეშველოს. არა უშავს, ჭაშტი მაქვს, თბილი წყალი მაქვს, სარეცხი ფხვნილი მაქვს და აი ესე როგორც ძველები რეცხავდნენ ხოლმე, სად ქონდათ თბილი წყალიც არ ქონდათ. პირდაპირ გამდინარე გაყინულ წყალში ჩადგებოდნენ და რეცხავდნენ სარეცხს. ხო და ცოტა თუ გაიჭირვე, არ არის პრობლემა. წავედი ახლა გავიქეცი წამწელავ დროს ავადროებით. უი დედა 9 საათია ვიდეო მაქვს ჩართული, აბა თქვენიც კარგად.